გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტო და რუსთავის მერია ქალაქში მცენარეების დაავადებებისგან დასაცავ და მწერების საწინააღმდეგო ერთობლივ პრევენციულ ღონისძიებას ატარებენ. დამუშავდება ქალაქის სხვადასხვა უბანი და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები. სამუშაოები ქალაქის ცენტრალურ პარკში უკვე განხორციელდა. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ხელმცენარეების დაავადებების თავიდან ასაცილებლად და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მწერების გავრცელების საწინააღმდეგოდ დავიწყეთ შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები. სამუშაოები დილის 5 საათიდან მიმდინარეობს ქალაქის ცენტრალურ პარკში, სადაც იგეგმება სხვადასხვა სახის ღონისძიებების ჩატარება და ისედაც წარმოადგენს დიდი შეკრების ადგილს ჩვენი მოსახლეობისა. მსგავსი ღონისძიებები საჭიროებისამებრ გავრცელდება და გაგრძელდება მთელი ქალაქის მასშტაბით. ხელმცენარეებისა და გარემოს დამუშავება ხდება კოღოებისა და მწერების საწინააღმდეგო საშუალებებით. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ადამიანების ჯანმრთელობის დასაცავად და უსაფრთხო გარემოს შესანარჩუნებლად. დეზინსექცია ხდება ძირითადად იმ ზონებში, სადაც მაღალი ალბათობაა კოღოებისა და მწერების გავრცელების.